მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. აქ არავის არაფერს ვერ ააშენებს. ეს არის ხალხის, მარტო ჩვენი ეზოსი არა. აქ უამრავი ბავშვი შემოყავთ, იზრდება. ბავშვები ღმერთმა ამრავლოს ერი, ქართველი და სხვა ერიც არ აქვს მნიშვნელობა და არ იქნება ის, რომ აქ ვინმე ეს დაიკავოს ეს. აქ ყველაფერი ჩვენ გადავარჩინეთ და ჩვენ დავგეთ. აი შალოვიჩი აქ ნაძვე და ხე ყველაფერი ჩვენ ვწყალთ ჩვენ ვულეთ. რა დრო არ იყო, იმ დროსაც გადავარჩინეთ. ეს რაღაც გარეწრები ახლა მოვიდა საფრანგეთიდან. პრეზიდენტი რო ჩამოვიდა ბოლოს მეორე რო ჩამოვიდა ეს ხეები დარგის მაშინ იმართა დანარჩენი ჩვენ დარგული უნიკალური ხეა ეს საცვი ეს კედრები მაგალ რამოდენიმე ხეები 3-4 გრადუსი განსხვავებაა ტემპერატურის აი ეს ქუჩა რომ არის ხლა ეს გამჭოლია ეს და ეს ჰაერი მოძრაობს და ფილტვებია აქ ის მუხები 45 წლის დარგულია ვინ შეახებინებს ხელს და არანაირად ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ არავის ვინც არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს. პატრონი ვინც არის პროფეტი ვიღაც რომელმაც იყიდა ის პოპულარი ნარკოტიკული და ფსიქიატრიული ადგილი ბალტიისპირეთში ცხოვრობს მდიდარი კაცია და ნიცაში დაიშვენა და ჩვენ აქ მუხის ქვეშ სულ ვთქვათ 41 გრადუსია თბილისში. გარდა ჩვენი ჯანმრთელობის არის ქალაქის სილამაზე და ამაზე იმდენი ფულია დახარჯული თვითონ ქალაქის მიერ და მერიის მიერ რომ მე არ მესმის ის ვინ გამოუთხარა ძილი ამ საკითხს. ეს არის საყოველთაო მტრობა. ჯობია დაუბრუნა ეს ვინც იყიდა ეს ფული და ქალაქის იყოს ეს ტერიტორია რომ თბილისში და მის შემოგარენში მიმდინარეობს მასობრივი განადგურება ჩვენი სასოფლო სივრცისა. იმის მაგია რომ გაზრდილიყო მწვანე მასის განწვავ ტერიტორიების მარტოები, რომელიც დღეისდღეობით დაახლოებით 5 კვადრატმეტრს არ აღემატება ერთ მოსახლეზე, რაც 10-ჯერ ნაკლებია ევროპული საშუალო სტანდარტისა, ევროკავშირის საშუალო სტანდარტისა. ამის მაგია კვლავ და კვლავ გრძელდება არა ახალი ტერიტორიების გაშენება, არა ახალი სკვერების, ბაღების და პარკების მშენებლობა, არამედ არსებული თანატოლარის განადგურებაც კი. ფსიქიატრიული ბაღი არანაკლებ მნიშვნელობის არის და კიდევ უფრო მასშტაბურია ვიდრე ეს სივრცე. ამ პარკს სკვერს უპირებენ გაჩეხვას გზის გამო, რათა ფსიქიატრიული ეზო გადაიქცეს, ასე ვთქვათ, ასთიანის ქუჩის მაგივრად ვაჟებ-შევალას გამზირის ნომერი მიენჭოს მას და ამით ფასი აწვიან იქ დაგეგმილი მშენებლობებისა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება გააცნობიერებს იმას, რომ თბილისზეც უნდა გაუცნობდეს გარემოსდაცვის სამინისტროს კომპეტენციები. ჩვენ თვლით, რომ პროკურატურა უფრო პრინციპული და კიდევ უფრო პრინციპული დღეს არის, მათ შორის ეკოლოგიური დანაშაულებების წინააღმდეგ და არა მარტო და აი ამ დაგვარი ნებართვების გაცემისთვის სულ მალე იმედია გასაჟირის გამზე ვიხილავთ ჩვენ ქალაქის გამწვანების სამსახურის, ხონების მართვის სამსახურის, კეთილმოწყობის სამსახურის, სხვა სათანადო სტრუქტურების, ხონების მართვის სააგენტოს და ქალაქის მერის პერსონებს